კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.j, My Video.j, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. Იუსტიციის სახლში ახალი და მრავალფეროვანი სერვისების დანერგვის პროცესი გრძელდება, უწყებაში შემოსავლების სამსახური სერვისების დანერგვა, მომსახურების რიცხვს გაორმაგებს და მომხმარებლები კიდევ უფრო მეტ სერვისს ერთი ფანჯრის პრინციპით კომფორტულ გარემოში მარტივი პროცედურები სწრაფად და მაღალი ხარისხით მიიღებენ. ამ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ სტუმართან ერთად, შემოგვიერთდა იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით დავით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. დავიწყოთ სიახლეებით. რა სიახლეები იგეგმება მიმდინარე წელს, მოუყვეთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. პირველ რიგში რითაც მინდა დავიწყო, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ თემით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ რეალურად ყველას ძალიან კარგად გვესმის სახელმწიფოსთვის რამდენად დიდი მნიშვნელობა გააჩნია იუსტიციის სახლს. ეს არის დაწესებულება, რომელიც ამ მომენტისთვის 500-მდე სერვისს აერთიანებს ერთი ფანჯრის პრინციპით. და თითოეულ მოქალაქეს და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ტურისტსაც შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოში არსებული მნიშვნელოვანი სერვისები მიიღოს იუსტიციის სახლში. უბრალოდ როცა ვსაუბრობთ იუსტიციის სახლზე, ეს არ არის დაწესებულება, სადაც მხოლოდ მთავარი მიზანი არის ის, რომ სერვისი გავცეთ უბრალოდ. ეს არის დაწესებულება, სადაც სერვისები გაიცემა კომფორტულ გარემოში, რაც მთავარია და ასევე ხარისხიანად. და ბუნებრივია ეს არის შედეგი იმისა, რომ იუსტიციის სამინისტრო და ზოგადად სახელმწიფო ამას განსაკუთრებული ყურადღებით უყურებს და რეალურად ძალიან დიდ რესურსს დებს იმაში, რომ იუსტიციის სახლმა თავისი, ვთქვათ, სტატუსი არ დაკარგოს და პირიქით ბევრად უფრო მეტად განავითაროს. ამ განვითარებაში იგულისხმება ყოველდღიური მუშაობა, თქვენ ერთ-ერთი ნაწილი აღნიშნეთ ამ მნიშვნელოვანი პროცესის, ეს არის ახალი სერვისების ინტეგრირება იუსტიციის სახლებში, მაგრამ გარდა ამ მიმართულებით განვითარებისა, ასევე აუცილებლად უნდა გაუსვათ ხაზი იმას, რომ ეს შედეგი არის ეს შედეგი ასე ვთქვათ მოყვა იმას, რომ ჩვენ ვთქვათ ჩვენი თანამშრომლების ყოველდღიური განვითარების ნაწილში ძალიან დიდ ინვესტიციას ვდებთ. და ამ განვითარებაში გულისხმება როგორც პროფესიული განვითარება, ასევე ვთქვათ სოციალური მიმართულებით, ვთქვათ მათი განვითარება და შესაძლებლობების გაზრდა. რაც შეეხება იუსტიციის სახლის ხვალინდელ დღეს, ბუნებრივია ხვალინდელი დღე გულისხმობს იმას, რომ იუსტიციის სახლს ძალიან მალე დაემატება შემოსავლების სამსახურის სერვისები. საუბარი გვაქვს 500-მდე სერვისზე, მაგრამ ბუნებრივია ეს ერთბაშად არ მოხდება და ამის საფუძველი ასევე გახლავთ ხარისხის შენარჩუნება. ჩვენ პირველ ეტაპზე ვგეგმავთ 90-მდე სერვისის ინტეგრაციას. ეს არის ტოპ 90 სერვისი, რომელიც სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ხშირად გამოყენებადია და ავტომატურად, როგორც კი ვთქვათ, ჩვენ გადავწყვეტ, რომ უკვე მზად არის იუსტიციის სახლი, რომ ეს 90 სერვისი ჩაუშვას, 126-ვე ფილიალში ხელმისაწვდომი იქნება და ასევე ხელმისაწვდომი იქნება ეს სერვისები მობილური იუსტიციის სახლებშიც, რითაც მაღალმთიან რეგიონებს და იმ ტერიტორიებს ვფარავთ, სადაც იუსტიციის სახლი არ არის, ვთქვათ, წარმოდგენილი. როდესაც საუბრობთ 500-მდე სერვისზე, ხვდებით, რომ აქ როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნესს შეუძლია ისარგებლოს ამ საშუალებით. ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც სერვისების მრავალფეროვნებაზე ვლაპარაკობთ, მაინც რა არის. ხვდებით, რომ ეს იქნება რამდენიმე კომპონენტისგან შედგენილი, იმისთვის, რომ ეს სერვისი დღეს 21 საუკუნეში მიიღო სრულყოფილად, დროის ფაქტორის გათვალისწინებით, მაღალ პროფესიულად, დაახლოებით რა, ასე ვთქვათ, ეტაპებს გადიხართ, როდესაც მუშაობთ ამ მიმართულებით. ბატონო, ძალიან მარტივია, ხო? მოვდივარ, ვაკეთებ, მალე ეს ვთქვათ კონკრეტული საქმე, რომელსაც ვახორციელებთ ნებისმიერი ჩვენთაგანი სრულდება და ამის უკან არის ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი პროცედურა, რომელიც ფაქტობრივად რაღაცნაირად ერთმანეთთან არის ჯაჭვით დაკავშირებული. კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა და მიხარია, როცა მეძლევა შესაძლებლობა ვისაუბრო და მადლობა გადაუხადო პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიან სერვისს საქართველოს მოქალაქეებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად თავის თავზე მუშაობენ, ვითარდებიან, სწავლობენ საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე ახალ სერვისებთან დაკავშირებით იღებენ
უამრავ ინფორმაციას და საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის შედეგი გახლავთ ის, რომ მოქალაქე, რომელიც ჩვენს ოპერატორთან მიდის, ის უკვე სრულყოფილ პროცესში ერთვება და ნებისმიერი კითხვა, რომელსაც სვამს, იღებს ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხს. რაც შეეხება სერვისების ინტეგრაციას ზოგადად და ამ პროცესს ბუნებრივ ეს რამოდენიმე ეტაპად უნდა დავყოთ. პირველი გახლავთ ის, რომ ხდება კონკრეტული სერვისის სრულად შესწავლა, ამ სერვისის გამარტივება, იმდაგვარად, რომ როგორც ჩვენი ოპერატორისთვის, ისე მოქალაქისთვის არ იყოს რთულად აღსაქმელი ის პროცესი, რომელშიც თქვათ მონაწილეობის მიღება შეიძლება მოუწიოს ყოველდღიურად. ამის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ტექნიკური უზრუნველყოფა ხდება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პროგრამულად უნდა იყოს გამართული. შემდეგი ეტაპი არის ჩვენი თანამშრომლების გადამზადება პროფესიული კუთხით, ასე ვთქვათ, და საბოლოო ჯამში უკვე როცა ყველა ეს კომპონენტი სრულყოფილად იქნება დამუშავებული, იუსტიციის სახლი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაეშვას ესა თუ ის სერვისი. და სწორედ ამ პრინციპით არის შემდგარი 500-მდე სერვისი, რომლითაც ჩვენ ვოპერირებთ ყოველდღიურ რეჟიმში და შაბათ-კვირასაც კი სამ ქალაქში. და არის ყველაზე პოპულარული სერვისები, რის გამოც ყველაზე ხშირად გაკითხავთ. ბუნებრივია, როცა საუბრობთ სამოქალაქო სერვისების მიმართულებით, აქ პირადობის მოწმობა და პასპორტი, რაც ყველაზე პოპულარულია და საჭიროა ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, როცა საჯარო რეესტრის სერვისებზე ვსაუბრობთ, აქ მიწის რეგისტრაცია და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ დასრულდა სისტემური რეგისტრაცია, აიზომა თითქმის მთელი საქართველოს, ეს არის ალბათ ისტორიული მოვლენა, რომელსაც აუცილებლად ეკუთვნის ხაზგასმა და ამის გამოყოფა საჭიროა, იმიტომ რომ უმეტესობა მიწების არ იყო აზომილი, არ იყო დარეგისტრირებული წლების განმავლობაში, დიახ, ამას დაესვა წერტილი, ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმით, რომ ამითი დასრულდა ეს პროცესი, სახელმწიფო უკვე გადავიდა, ასე ვთქვათ, სპორადულ რეგისტრაციაზე მიწის ნაკვეთებისა და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარული იყო ეს მიმართულება, ასევე შეიძლება ითქვას, რომ ასე პოპულარულია იურიდიული პირების დაფუძნება და ძალიან ბევრი სხვა სერვისი, რომელიც ჩვენთან არის ხელმისაწვდომი. თქვენ ერთ მნიშვნელოვან საკითხს გაუსვით ხაზი თქვენი კითხვის დროს, ეს იყო ბიზნესი. და მე ამას მინდა, რომ აქაც მინდა ერთ რამოდენიმე ძირითად გარემოებაზე გავამახვილო ყურადღება, როცა ვსაუბრობთ ბიზნესის განვითარებაზე, აქ რაღაცა კომპლექსურად უნდა მიუდგეთ ამ საკითხს. თქვენ ხედავთ, რომ ყოველთვიურად ქვეყნდება, ვთქვათ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელსაც სახელმწიფო, ასე ვთქვათ, გვიზიარებს და ხედავთ, რომ ეს ზრდა არ არის მცირე და პირიქით ძალიან ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებთან გვაქვს საქმე და ბუნებრივია, როცა პირდაპირ ხედავთ, რომ სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა მთელმა სახელმწიფო მექანიზმა ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, რა თქმა უნდა, იუსტიციის სახლი, რომელიც ყველაზე დიდი სერვისების გამცემია ამ ქვეყანაზე, ბუნებრივია ამ პროცესს ვერ ჩამორჩება. სწორედ ამიტომ ხდება შემოსავლების სამსახურის ინტეგრაცია იუსტიციის სახლებში, რათა მოვიცვათ მთელი ქვეყანა და ასევე ჩვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მქონდა ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია, მორიგი ინოვაციური პროექტი, რომელიც საზოგადოებას და განსაკუთრებით ბიზნესს შევთავაზეთ, ეს იყო ბიზნეს ასისტენტი. ეს არის პროექტი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას ყავდეს თავისი ასისტენტი იუსტიციის სახლში, რომელიც წინასწარ გაივლის ყველა იმ დოკუმენტაციას, რომელიც ჩასაბარებელი აქვს ამა თუ იმ ბიზნესს ჩვენთან. და რეალურად ეს წინასწარ, ასე ვთქვათ, ამ დოკუმენტების გავლა შესაძლებლობას იძლევა, რომ ხარვეზების, ასე ვთქვათ, წილი იყოს მაქსიმალურად შემცირებული. ბუნებრივია, ეს ბიზნესს უწყობს იმაში, რომ დაზოგოს დრო, ენერგია, რესურსი და სწრაფად აკეთოს ის საქმე, რომელიც, რა თქმა უნდა, მას დაეხმარება განვითარებაში. ხოლო ბიზნესის განვითარება პირდაპირ პროპორციულად აისახება სახელმწიფოს განვითარებაში. ასე რომ ჩვენც ვართ სახელმწიფო ხელისუფლების რგოლში ის ჯაჭვის ის ნაწილი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ პროცესს ფეხი აუბას. კეთილი. ბატონო ვახტანგ, ხვდებით, რომ ინსტიტუციის ფილოსოფია არის შექმნას ერთი ფანჯრის პრინციპი, ამით მაქსიმალურად გავიოლოს მოქალაქეს თუ ბიზნესს პროცედურები და ახლა, როდესაც საუბარია შემოსავლების სამსახურის სერვისების დანერგვაზე, ეს თვისობრივად, თქვათ, რა ეტაპზე გადაგიყვანთ და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით? დღეს საქართველოში წარმოდგენილები ვართ 126 ფილიალით. ძალიან მალე ხელვაჩაურში გაიხსნება 127 ფილიალი, რაც რა თქმა უნდა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დაფარვის არეალი იზრდება
და ბუნებრივია როგორც კი იუსტიციის სახლი იტყვის, რომ უკვე ეს პირველი 90 სერვისი ხელმისაწვდომია ჩვენთან, ნიშნავს იმას, რომ 126-ვე, უпроსტად იმ პერიოდში უკვე 127-ვე ფილიალში ხელმისაწვდომი იქნება ყველა ის სერვისი, რომელზეც ჩვენ წინასწარ გავაფრთხილებთ საზოგადოებას. ბუნებრივია კიდევ ერთი რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მობილური იუსტიციის სახლებია, სადაც ასევე ხელმისაწვდომი იქნება ეს სერვისები. და ყველაზე მთავარი თქვენ სწორად გაუსვით ხაზი იმას, რომ იუსტიციის სახლს მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ მომენტისთვის 500-მდე სერვისი აქვს და ემატება 500-მდე სერვისი ასევე შემოსავლების სამსახურის და სერვისების რაოდენობა გახდება 1000, ეს არ არის საბოლოო წერტილი. ჩვენ ბუნებრივია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ სხვა უწყებებთან, რომლებიც არიან სერვისების გამცემნი და ბოლო წერტილი ალბათ ყველაფრისა იქნება ის, რომ ყველა ძირითადი სერვისი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს, თავს მოიყრის იუსტიციის სახლში და მოქალაქეებს ექნება შესაძლებლობა კომფორტულად, ხარისხიანად ყველა ამ სერვისზე კონდათ წვდომა. ეს არის ალბათ თავარი მიზანი, რითაც ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ნებისმიერი სერვისი, რომელიც ამა თუ იმ რეგიონში, ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში სჭირდება საქართველოს მოქალაქეს, სახლთან ახლოს ძალიან ახლოს კონდეს ხელმისაწვდომი. ასე რომ ეს არის თავარი მიზანი ყველაფრის. და გიწევდეს სამის მიღება, რადგან შევეხეთ ხელვაჩაურს და კიდევ ერთ ახალ ფილიალს, რომელსაც თქვენი თვის ბოლოს გახსნით, მოდით ვისაუბროთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ზოგადად მთელი წლის განმავლობაში, თქვათ, რა იგეგმება ისეთი, რაზეც ახლა შეგვიძლია წინასწარ ჩვენს მსვენელს და მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია. კი ბატონო, რა თქმა უნდა, განვითარება რამოდენიმე მიმართულებით ხდება იუსტიციის სახლებისა, ინფრასტრუქტურის ნაწილში თუ ვისაუბრებთ, ძალიან მალე გაიხსნება ხელვაჩაური, მიმდინარეობს მშენებლობა მცხეთაში, ახმეტაში, ზოჩში, ასევე ჩვენ წინა 2005 წლის ბოლოს ასე ვთქვათ, დავაანონსეთ და წალენჯიხაში ვიწყებთ იუსტიციის სახლის მშენებლობას. რამოდენიმე აქტიურად განხილვადი პროექტია, რომელზეც ეხლა ხდება გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების მიღებას გვინდა რომ საფუძვლად ედოს მთელი სურათის სრულად დამუშავება, ყველა დეტალის შესწავლა, რამდენად დატვირთული იქნება ესა თუ ის ობიექტი. ამიტომ ასევე იგეგმება რამოდენიმე ახალი, ვთქვათ, იუსტიციის სახლის მშენებლობის შესახებ განცხადების გაკეთება. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, როცა ვსაუბრობთ იუსტიციის სახლის განვითარებაზე, რა თქმა უნდა გვერდს ვერაულით ტექნოლოგიური განვითარების პროცესს და ამ ტექნოლოგიური განვითარების ინტეგრაციას იუსტიციის სახლებში, რომელმაც წესით და რიგით და ამაზეც აქტიურად მიმდინარეობს კვლევა, უნდა გაამარტივოს სერვისების გაცემის პროცესი. ჩვენ ძალიან ბევრ ესეთ ასე ვთქვათ, ცნობილ კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია იმასთან მიმართებაში, რომ ეს ტექნოლოგიები აქტიურად გამოვიყენოთ, ასევე ძალიან მალე გავაკეთებთ განაცხადს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მოხდება პირველ ეტაპზე სატელეფონო ცენტრის საქმიანობაში, მერე უკვე რა თქმა უნდა სერვისების გაცემის პროცესშიც, ასე რომ იუსტიციის სახლის ხვალინდელი დღე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეიძლება ჩამოვრჩეთ განვითარების იმ ეტაპს, რომელიც ზოგადად მთელ მსოფლიოშია და ბუნებრივია ინფრასტრუქტურული ნაწილს, როცა ვთქვათ აღვიქვამთ და გავაანალიზებთ, აქაც ბუნებრივია ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ დავფაროთ მთელი ქვეყანა. და რა თქმა უნდა ხარისხი, რომელზეც უბრალოდ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. კი ბატონო, ახსენეთ დაატვირთვა, ახსენეთ აგერ ხარისხი, შემოსავლების სამსახურის სერვისების ინტეგრირება, ანუ ფაქტობრივად გაორმაგება უკვე არსებული სერვისების, როგორ აისახება დაატვირთვაზე და ხარისხზე? კი, რეალურად ეს არის ორი ისეთი მიმართულება, სადაც ბალანსი არის ყველა შემთხვევაში საჭირო, იმიტომ რომ ჩვენთვის არ არის თვითმიზანი, რომ მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებით შემოვიფარგლოთ და ვთქვათ, რომ 1000-მდე სერვისი გვაქვს, ეს არის ყველაზე უმნიშვნელო ნაწილი, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის სერვისები, რომელიც იუსტიციის სახლებში იქნება ხელმისაწვდომი, იყოს ზუსტად გამოირჩეოდეს ზუსტად ისეთივე ხარისხით, როგორც დღეს არის და პირიქით უნდა განვითარდეს ხარისხის ნაწილი. ასე რომ, როცა ვსაუბრობთ ახალ სერვისების დაბატებაზე, ასევე პარალელურ რეჟიმში ვსაუბრობთ იმაზე, რომ გაიზრდება თვითმომსახურეობის სივრცეები, თანამშრომლები გადამზადდებიან, ასევე ნაწილი სერვისების შესაძლებელი იქნება, რომ დისტანციურად
მივიღოთ. ბუნებრივია, სადაც საჭირო იქნება ადამიანური რესურსებიც გაიზრდება, ასე რომ შეუძლებელია ამ სერვისების მატებით მივიღოთ მოცემულობა, როცა სერვისები დაემატა, მაგრამ ლოდინის პერიოდი გაიზარდა ან ხარისხი დავარდა. პირიქით, სერვისების რაოდენობის დასთან ერთად იუსტიციის სახლი სხვადასხვა არხებს შესთავაზებს საზოგადოებას სერვისების მიღებისა და ბევრად უფრო გაუმარტივებს ამ სერვისებზე წვდომას. ასე რომ, სადაც იუსტიციის სახლია, ყოველთვის სავიზიტო ბარათი იქნება ხარისხი და მარტივი სივრცე, სადაც შეიძლება ეს სერვისი მიიღო. კეთილი, მობილური იუსტიციის სახლზე მინდა ვისაუბროთ. ეს არის პროექტი, რომელიც თავისი მოქნილობით გამოირჩევა. საინტერესოა რა ტერიტორიას ფარავთ, რამდენად შესაძლებელია რომ მობილური, ვთქვათ, იუსტიციის სახლი თითქმის ყველა სოფელში იყოს ხელმისაწვდომი და თავად ეს სივრცე რა მომსახურებებს თავაზობს მომხმარებლებს. ეს არის თუ არა იდენტური, ვთქვათ, იმ სერვისებისა, რომელსაც თავაზობთ ადგილზე კონკრეტულ სახლებში. მობილური იუსტიციის სახლის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ზუსტად, ვთქვათ, თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლში რა სერვისების მიღებაც არის შესაძლებელი, ზუსტად იდენტური სერვისებია ხელმისაწვდომი მობილური იუსტიციის სახლებშიც. ამ მომენტისთვის იუსტიციის სახლს ყავს 20-მდე მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც გადანაწილებულია საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება თქვენი კითხვის ძირითად არსს, თუ როგორ ხდება ლოკაციების შერჩევა, ეს ლოკაციები არ არის მკაცრად განსაზღვრული და ბუნებრივია, როგორც კი იუსტიციის სახლი ხვდება, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე ამოწურა, ასე ვთქვათ, იმ პერიოდში მოთხოვნებს უპასუხა და პასუხი გასცა, ბუნებრივია ხდება ახალი ლოკაციების შერჩევა. ეს პროცესი გაგრძელდება. ასევე ჩვენ ძალიან ახლო მომავალში ვგეგმავთ, რომ გავზარდოთ მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობაც, იმიტომ რომ საჭიროება ამას ითხოვს და გვირჩევნია, რომ ვთქვათ, კონკრეტული მობილური იუსტიციის სახლი იმ კონკრეტულ ლოკაციაზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში იყოს და სხვა ლოკაციები ახალი მობილური იუსტიციის სახლებით დავფაროთ, ასე რომ რეალურად მობილური იუსტიციის სახლი არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოს უზრუნავს ძალიან დიდ რესურსს, ფინანსურ რესურსს პირველ რიგში. არის შესაძლებლობა, რომ სწრაფად მოახდინოს რეაგირება საჭიროებიდან გამომდინარე და კონკრეტული ლოკაცია სწრაფად დაფაროს და აითვისოს სრულად და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მობილური იუსტიციის სახლი არის შესაძლებლობა, რომელიც ასე ვთქვათ, მარტივად შეიძლება გაიზარდოს მისი რაოდენობა და არ არის დაკავშირებული იმ მშენებლობასთან, ვთქვათ, იქ რაღაცა იმ პროცესებთან, რომელსაც შეიძლება დაჭირდეს წელზე მეტი. ასე რომ ეს არის პროექტი, რომელიც ძალიან სწრაფად გვაძლევს შესაძლებლობას საჭიროებიდან გამომდინარე მოახდინოთ ჩარევა და მოქალაქეებს შეუწყოთ ხელი იმაში, რომ სწრაფად მიიღონ ის სერვისები, რომელიც ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლებში. კეთილი, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ვახტანგ ჟვანია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მე დიდი ხანია გიცნობთ და ვიცი თქვენი ბევრი პიროვნული და პროფესიული ღირსება, ამიტომ დარწმუნებული ვარ ახალ ამპლუაში ბევრად წარმატებული იქნებით და ეს შესაძლებლობები რიგით მოქალაქეებზე აისახება. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დათმობილი დროისთვის, დროებით დაგემშვიდობებით.